ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი იწყება როსტევან არაბთა მეფის ამბით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ამბავი საერთოდ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტში და საერთოდ რო გავიგოთ ჩვენ ფუნდამენტურად რისი თქმა სურს ამ ნაწარმოებით მის ავტორს რა არის მთავარი ქართული ნაწარმოების ძირითადი სათქმელი და ვეფხისტყაოსნის შესახებ მე როგორც უკვე გითხარით უზღვავი მასალაა დაწერილი და ამდენად ვეფხისტყაოსნის ნებისმიერ საკითხის ინტერპრეტირება უსასრულოდაც კი არის შესაძლებელი იმდენი მოსაზრება არსებობს ქართულ მეცნიერებაში და რამდენი მოსაზრება კიდევ წინ გველოდება ვინ იცის რომ თავად ასე ვთქვათ არაბეთის ამბავი არის უმნიშვნელოვანესი ამბავი ვეფხისტყაოსანში. ვეფხისტყაოსანში ჩვენ გვაქვს ორი სამეფო არაბეთი და ინდოეთი რომელიც თითქოს ერთმანეთს არ ჰგავს, თითქოს ერთმანეთის აბსოლუტური ანტიპოდებია და რომლებიც ერთმანეთს შეხვდებიან, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლების ცხოვრების გზა გადაეჯაჭვება და გადაიკვეთება და რომელშიც აშკარად ვხედავთ ჩვენ როგორ შველის ერთი მეორეს, როგორ შველის ავთანდილი ტარიელს და როგორ შველის ტარიელი ავთანდილს. დავიწყოთ როსტევან არაბთა მეფის ამბით. როსტევან არაბთა მეფის ამბავი თავად მეფის დახასიათებით იწყება. როსტევანი არის გულმოწყალე, გულკეთილი, ძლიერი და სამართლიანი მეფე. როდესაც ჩვენ ამ სტროფებს ვკითხულობთ, სადაც რუსთაველი აღწერს არაბთა მეფე როსტევანს, ჩვენ იმ წუთში ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შუა საუკუნეებისათვის იდეალურ სახელმწიფოსთან. არაბეთი არის იდეალური სახელმწიფოს სახე შუა საუკუნეებში. რადგან ჩვენ ვხედავთ პირველივე სტროფებში, როგორ აცხადებს მეფე, რომ მან ძალაუფლება უნდა დათმოს, მან ძალაუფლება უნდა გაანაწილოს. მართალია რასაკვირველია ძალაუფლების განაწილებას იგი საკუთარ შვილთან აპირებს, მაგრამ ჩვენ მაგალითად თუ შევადარებთ ამას ვეფხისტყაოსნის ინდოეთს, ფარსადანის მხრიდან ამ ძალაუფლების განაწილებას ჩვენ ვერ ვხედავთ საერთოდ. საერთოდ არ არის დათქვამი ინდოეთში, რომ ფარსადანი აპირებს საკუთარი ძალაუფლება ნესტან-დარეჯანს გაუნაწილოს. როგორი ამბავია საერთოდ ხო? არაბეთის ამბავი. როსტევანი თავის ვეზირებს მოიწვევს და გადაწყვეტს რომ ისინი შეითანხმოს იმაზე, რომ ქალი უნდა გაამეფონ. საერთოდ არაბეთი რასაკვირველია არის ერთი საქართველოს სახე, რომელ საქართველოსაც მიაჩნია, რომ ქალი უნდა გამეფებულიყო, რომ თამარი უნდა ასულიყო ტახტზე და რომ ეს იყო არაჩვეულებრივი სახელმწიფო, თამარის საქართველო. თუმცა იმ პერიოდის საქართველოში, ესე იგი მე-12 საუკუნის ბოლო და მე-13 საუკუნის დასაწყისის საქართველოში არსებობდა სხვა მოსაზრებაც, არსებობდა მოსაზრება, რომ სამეფო ტახტი ეკუთვნის დემნაუფლისწულს და რომ თამარს არასწორად გადაეცა ტახტი. ამის ასახვას ჩვენ ალბათ უფრო ინდოეთის რუსთაველის ინდოეთში ვხედავთ, ხო? მაგრამ არაბეთში სულ სხვა ვითარება გვაქვს. არაბეთი არის სახელმწიფო, რომელშიც ყველაფერი არის მომწიფებული იმისათვის, რომ ახალი ტიპის ფილოსოფია დაიბადოს. ყველაფერი არის მომწიფებული იმისათვის, რომ ახლა არაბეთში მოხდეს რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. ეს ახალი ფილოსოფია რასაკვირველია არის ის, რომ ქალი შეიძლება გამეფდეს, ქალი შეიძლება ავიდეს ტახტზე. ვეზირები რასაკვირველია ეთანხმებიან როსტევანს, ის არგუმენტად როსტევანს მოჰყავს ის, რომ იგი დაბერდა, მე გარდავსულ ვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია, ამბობს როსტევანი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ როსტევანი ძალიანაც ყოჩაღად არის ნაწარმოების დასასრულამდე. ასე რომ ეს მისი სიტყვები რასაკვირველია არის პოლიტიკური გზა იმისათვის, რომ მან თავისივე სიცოცხლეში, ისევე როგორც გიორგი მესამემ, გაამეფოს თამარი. ამ შემთხვევაში რუსთაველთან მეფდება თინათინი.
და როგორც კი თინათინის გამეფება გადაწყდება, იმ წუთშივე ჩვენ ვეცნობით ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გმირს, ავთანდილს. და რუსთაველი გვიყვება ავთანდილის შესახებ, თუ ვინ არის იგი? ავთანდილი არის არაბეთის ჯარების მხედართმთავარი, რომელსაც უყვარს აწუყვი არაბეთის მეფე თინათინი. აქვე ახლა ჩვენ უნდა ჩავეძიოთ უფრო ღრმად, როგორც ვაკეთებთ ხოლმე და უნდა უფრო ღრმად დავინახოთ რეალობა ვეფხისტყაოსნისა. რეალობა ვეფხისტყაოსნისა არის ასეთი. ავთანდილი, რომელსაც თინათინი უყვარს, ერთი მხრივ ძალიან ბედნიერია თინათინის გამეფების, რადგან ავთანდილი ფიქრობს, რომ ეს გადმოცემული ვეფხისტყაოსანში, რომ ახლა უფრო ხშირად მომიწევს მე თინათინთან შეხვედრა, როგორც ქვეყნის მხედართმთავარს, უფრო ხშირად ნახავ ქალს, რომელიც მიყვარს, მაგრამ მეორე მხრივ ეს პრობლემაა, იმიტომ რომ თინათინი არის სამეფო გვარისა და სისხლის, ხოლო ავთანდილი სამეფო გვარისა და სისხლის არ არის. ამიტომ მათი ქორწინება გარკვეულწილად პრობლემაა, რადგან თინათინი როგორც მეფე უნდა რასაკვირველია გაჰყვეს და იქორწინოს რომელიმე სხვა ქვეყნის მეფეზე. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ავთანდილი? რუსთაველი ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო ამბავს თხზავს. როდესაც თინათინი გამეფდება, არაბეთის იდეალურობას, რასაკვირველია, ის ფილოსოფიაც გვანიშნებს, როგორ არიგებს როსტევანი თინათინს. რას უსახავს მას მიზნად, რას გადასცემს როგორც მამაშვილს, როგორც წინამორბედი მეფე შემდგომს. როგორ არიგებს ჭკუას? როსტევანი საუბრობს მხოლოდ ერთადერთ რამეზე. ეს არის სიუხვე, სიკეთე, როგორც სახელმწიფოს მშვიდობიანი მართვის ყველაზე კარგი საშუალება. ეს სიუხვე და სიკეთე მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი ტიპის სახელმწიფო არაბეთი და თუ ჩვენ ისევ ინდოეთს შევადარებთ და შევადარებთ მაგალითად როსტევანის დახასიათებას, ფარსადანის დახასიათებას, ჩვენ იქ ინდოეთის მეფის დახასიათებისას ვერ შევხვდებით აი ამ ფრაზებს მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ-მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განმგებიანი. ფარსადანთან დაკავშირებით რუსთაველი უფრო სიტყვაძუნწია და ამბობს, რომ ფარსადანი ძლიერი მეფეა, მაგრამ როგორც ჩანს, აი ის თვისებები, რაც როსტევანს აქვს არაბეთის მეფეს, ეს თვისებები ფარსადანისთვის არ ემეტება რუსთაველს. ესე იგი გამოდის, რომ არაბეთი ეს არის რაღაც მაღალ იდეალებზე მოფიქრალი საზოგადოება, რომელშიც აი ეს სიმშვიდე და აქვე დავამატებ იმასაც დავძენ, ხო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაბეთს ყავს შესანიშნავი მხედართმთავარი ავთანდილის სახით, ჩვენ საერთოდ ვერსად ვხვდებით ვეფხისტყაოსნის მანძილზე, რომ ავთანდილს თავისი სამხედრო ძალაუფლების გამოვლინება სჭირდებოდეს, რადგან არაბეთს თითქმის კონფლიქტი არავისთან არ აქვს. ესე იგი, თითქოს რაღაცნაირად რუსთაველის არაბეთი ეს არის აი მიწიერი ადამიანური პრობლემებისა და რაღაცა ძალაუფლებისკენ ლტოლვისგან განდგარი საზოგადოება და ტოპოსი და სივრცე, რაღაც მიღმიერ სამყაროში მყოფი სივრცე არის და აი ამას რუსთაველი მერე ამბობს კიდევაც, როდესაც ავთანდილი დაბრუნდება პირველად ტარიელთან შეხვედრის შემდეგ, მისი და როსტევანის დიალოგზე რუსთაველი ამბობს ცამცა გაიდარბაზეს, ესე იგი რაც თითქოს მართლაც მიღმიერ სამყაროში და ცაში იმართება ეს დიალოგები არაბეთში, განსაკუთრებით ავთანდილისა და როსტევანის. როდესაც როსტევანი საკუთარ ქალიშვილს გაამეფებს, როგორც ვთქვით, ეს ავთანდილისთვის ერთი მხრივ სასიხარულოა, მაგრამ მეორე მხრივ არის პრობლემა. მაგრამ აი ამ გამეფების შემდგომ ნადიმზე როსტევანი მოიწყენს. და ავთანდილს უჩნდება ლოგიკური კითხვა. ესე იგი, რუსთაველს ახლა ჩვენ შევყავართ სიუჟეტში. რატომ მოიწყინა არაბეთის მეფემ? რა შეიძლება იყოს მიზეზი მისი დარდისა? რაღა აქვს ამ კაცს სადარდებელი? აქვს შესანიშნავი სახელმწიფო, რომელსაც არანაირი კონფლიქტი და პრობლემა არ აქვს. გაამეფა თავის ქალიშვილი, ანუ მისი ძალიან რთული პოლიტიკური მიზანი უკვე განხორციელებულია. მაშინ რაშია პრობლემა?
რა შეიძლება ადარდებდეს არაბეთის მეფეს? ლოგიკურია, რაც ადარდებს არაბეთის მეფეს. არაბეთის მეფეს ადარდებს ის, რომ კი მართალია თინათინი ტახტზე ზის, მაგრამ თინათინს არ ყავს ღირსეული მეუღლე. ესე იგი, ქვეყნის სამხედრო ძალაუფლება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ხო და აქედან გამომდინარე, ალბათ ეს ადარდებს როსტევანს. როდესაც ავთანდილი დაინახავს, რომ როსტევანმა მოიწყინა, იგი მომენტალურად გადაწყვეტს როსტევანთან მივიდეს, მაგრამ არ მიდის მარტო. როსტევანს ჰყავს ვეზირი. როსტევანის პირველი ვეზირი, ესე იგი მთავარი კაცი, რომელსაც როსტევანი უჯერებს და ალბათ ჭკუასაც ეკითხება, ეს გახლავთ ვეზირი, რომელსაც ვეფხისტყაოსანში ჰქვია სოგრატი. ცოტა ხნით ახლა ჩვენ აი ამ კაცზე უნდა ვისაუბროთ. ვინ არის სოგრატი? სოგრატი არის როსტევანის მთავარი ვეზირი, მაგრამ თავად მისი სახელი საიდან აიღო რუსთაველმა? ალბათ რა თქმა უნდა ყველა თქვენგანი მიხვდით უკვე, რომ სოგრატი, ესე იგი ეს სიმბოლურად წარმოადგენს ძველ ბერძენ ფილოსოფოს სოკრატეს. ესე იგი ჩვენ რომ გავიგოთ სოგრატის პიროვნება, უნდა გავარკვიოთ სოკრატეს პიროვნება. სოკრატე იყო კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებას შეალია და იგი ხშირად აი ესეთი მეთოდით მიუძღოდა ხოლმე თავის ფილოსოფიურ მსჯელობებს, რომ იქ სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყრიდა თავს, ქალაქის ბაზარში, გააჩერებდა რომელიმე მოქალაქეს, შეეკითხებოდა, აბა თუ იცი რა არის სიმამაცე, ან რომელიმე მხედართმთავარს შეეკითხებოდა თუ იცით რა არის სიმამაცე, ის აუხსნიდა თავის დამოკიდებულებას და მე სოკრატე მოიფიქრებდა და დაუსვამდა ისეთ შეკითხვას, რომლითაც ნათელი გახდებოდა, რომ თურმე აი ამ კაცმა, რომელიც მხედართმთავარია შეიძლება და ყველაზე კარგად უნდა იცოდეს რა არის სიმამაცე, აღმოჩნდებოდა, რომ თურმე არ იცის და აზრზეც შეიძლება არ იყოს რა არის სიმამაცე და აქედან იწყებოდა სოკრატეს ფილოსოფია, იგი უხსნიდა ადამიანებს რა არის ჭეშმარიტება, რა არის ჭეშმარიტი დამოკიდებულებები საგნებთან და ნათელს მოხფენდა ხოლმე წარმოქმნილ პრობლემას. მე ეტყოდა რომ მართალია მეც არ ვიცი რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ რასაც შენ ამბობ, ამაში დარწმუნებული ვარ რომ ასე არ არისო. ესე იგი, სოკრატე ირონიული ტიპის ადამიანი იყო და საერთოდ ცნობილიც არის ფილოსოფიაში სოკრატული ირონია, ასეთი ამბავი. ჩვენი სოკრატიც როსტევანის ვეზირი გახლავთ აი ესეთი ტიპის ადამიანი. ის ძალიან ჭკვიანია, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კაცია არაბეთში და თან ამავდროულად არის ცოტათი ირონიული. მისი ირონია განსაკუთრებით კარგად ჩანს მოგვიანებით, როდესაც ავთანდილი პირველად დაბრუნდება ტარიელისგან და ისევ უნდა წავიდეს ტარიელის დასახმარებლად, მან ასეთი პირობა დადო ავთანდილმა. მაგრამ ავთანდილი ვერ უბედავს ამას როსტევანს უთხრას და ამიტომ გადაწყვეტს, რომ სოგრატის დახმარებით უთხრას და სოგრატს თხოვს, რომ შენო მიდიო მეფესთანო და მიშუამდგომლეო, ანუ შენ უთხარიო, რომ მე კიდე ერთხელ უნდა წავიდეო და ეს პრობლემა არის, იმიტომ რომ ავთანდილი მხედართმთავარია, ხო და ამიტომ ახლა მხედართმთავრის მხრიდან ესე მიატოვო სახელმწიფო, ეს არ არის მაინდა-მაინც კარგი და მარტივი საქციელი და სოგრატს აგზავნის, ანუ უნდა ავთანდილს სოგრატი მივიდეს მეფესთან და ამ ქრთამსაც კი სთავაზობს ამისათვის, რომ 100,000 წითელი შენ ქრთამად მიითვალე ეუბნება და სოგრატი იქ, ესე იგი, ირონიულად პასუხობს, რომ კიო კაცო, დიდი სიხარული მაქვს ახლა ეგო გავაკეთო, მაგრამ მეო რომ მივალო მე იქო, ისო თავს მომაჭრისო მეფეო და ეს შენი ფული მე რაღაცი მჭირდებაო, ესე იგი, გარკვეულ ირონიას იყენებს იმისაც, რომ ავთანდილს მიახვედროს თუ რამდენად, ესე იგი, არასასურველია მისი შეთავაზება სოგრატისათვის. ხო და სოგრატი არის ირონიული ადამიანი და საერთოდ ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში არის ნაკვლევი, ესე იგი, რუსთველური ირონია, ხო? თუ სად იყენებს რუსთველი ირონიას და ბევრი ადგილია გამოვლენილი ასეთი, სადაც სოგრატი იყენებს ირონიას და სხვა შორის ახლა ერთსაც ვიტყვი, როდესაც ის ცნობილი ფრაზა არის შიში შეიქმს სიყვარულს, ეს არის იმ ადგილას, სადაც რუსთაველი გადაარჩენს ვაჭრებს, ესე იგი, მეკობრეთა თავდასხმისაგან და მაშინ ვაჭრები გამოუცხადებენ ერთგულებას ავთანდილს და ავთანდილი იტყვის
შიში შეიქმს სიყვარულსა. ესე იგი, გარკვეულწილად ირონია არის ავთანდილის ეს სიტყვებიც, თუმცა ეს აფორიზმი მაინც სულ სხვა რამეს მიგვანიშნებს ჩვენ. მაგრამ აი უყურეთ რა არის საქმე. კიდევ ერთი ირონია არის როსტევან არაბთა მეფის ამბავში, რომელიც ნაკლებად არის ხოლმე შემჩნეული ქართულ ლიტერატურაცოდნეობაში და მე მინდა რომ აი ამ ირონიაზე მოგიყვეთ. ესე იგი, როდესაც როსტევან მეფე მოიწყენს და დაიღრიჯება, ავთანდილი გადაწყვეტს რომ სოგრატთან ერთად მივიდეს მეფესთან და სოგრატთან ერთად კითხოს მიზეზი, ანუ როსტევანს მისი მოწყენისა. როცა მივლენ, სოგრატი ასეთ ფრაზას ეუბნება: დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო, მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე შენი მძიმე და ძვირიო, ყოველსა გასცემს ასული შენი საბოძო არ ხშირიო, ყოველთა მეფეთ რად დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო. ესე იგი, ახლა დავაკვირდეთ. ეს რასაკვირველია, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გარკვეულ იუმორს იყენებს სოგრატი მეფესთან დიალოგის წამოსაწყებად. მაგრამ სოგრატთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვთქვათ კიდევ ერთი ასეთი რამე. საერთოდ შუა საუკუნეებში მეფეებს ჰყავდათ ხოლმე მასხარები. მასხარები იმისათვის, რომ მასხარას მეფისთვის სიმართლე უნდა მieნიშნებინა და უნდა ეთქვა, აი შეიძლება გაგახსენდეთ მეფელირის მასხარა, ხო? მაგრამ ახლა სოგრატი რასაკვირველია მასხარა არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, როსტევანს სოგრატისთვის აქვს მიცემული ძალაუფლება და შესაძლებლობა იმისა, რომ სწორედ სოგრატი იყოს ის კაცი, რომელიც როსტევანს მიანიშნებს ხოლმე იმას, რაც თავად როსტევანს გამორჩა. ოღონდ რასაკვირველია, მეფის კრიტიკა ასე ხელაღებით არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ მათ აქვს შეთანხმებული ერთმანეთში რაღაცა ისეთი ტიპის პოლიტიკური ენა, რომელიც სხვებისთვის შეიძლება უბრალო ხუმრობად ჩანდეს, მაგრამ როგორც ჩანს, როსტევანმა იცის რა იგულისხმება ხოლმე სოგრატის ირონიაში და სოგრატის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ენის მიღმა. ახლა ჯერ შევხედოთ ტრადიციული გზით, რას ეუბნება სოგრატი როსტევანს და მერე უკვე ვეცადოთ ისეთ ინტერპრეტაციას, რომ რა შეიძლება გულისხმობდეს. როცა უნება დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო, ესე იგი, აი ამ სტროფში არის სოგრატის მოსაზრება, რომელიც იუმორით თითქოს სხვების გასაგონად როსტევანს ეუბნება, რომ აი შენ რო ქალიშვილი დასვი ხელმწიფედ, იბანო თურმეო ძალიან ბევრი წყალობა გასწაო და იქ მართლაც არის რომ ესე იგი მანა ქვია თინათინმა ძალიან ბევრი წყალობა გასცა და ესე იგი ჯარსაც და ესე იგი დაბალფენას ძალიან ბევრი წყალობა მისცა და თითქოს როსტევანს ეხუმრება თითქოს სოგრატი, რომ აი შენ ახლა მაგის გამო რომ აი ამ თინათინმა ეს ამდენი წყალობა გასცაო, შენ ძუნწი კაცი ყოფილხარო და ეთქვა მაგიტომ მოიწყინო, აი გეწყინაო შენო ეგაო რა. ხო და თანამედროვე ახლა რა თქმა უნდა აქ იუმორი და ირონია იმაში მდგომარეობს სხვების გასაგონად, რომ სინამდვილეში თინათინმა ახლა წარმოიდგინეთ არაბეთის სახელმწიფო და არაბეთის სამეფოს ეს მთელი ქონება რომ რამდენი არის, ხო, რამდენი უნდა გაეცა ახლა თინათინს და თანაც იქ წერია კაცო, რომ თინათინმა გასცა თავისი ნაუფლეს წულები, ესე იგი რაც მოაგროვა მეფედ გახდომამდე. და ის გასცა სინამდვილეში რაც აი იოტის ოდენა არის, რა თქმა უნდა არაბეთის სამეფოს რეალურ ქონებასთან შედარებით რა. და თანაც ახლა უყურეთ რა არის საქმე. ამას რო ეუბნება როსტევანს, ამით მიანიშნებს სოგრატი. ახლა დავაკვირდეთ ჩვენ რას შეიძლება მიანიშნებდეს. როდესაც თინათინი გაამეფა როსტევანმა, რა თქმა უნდა მე გითხარით თქვენ ხო რომ თავარი დარიგება რაც მან თინათინს მისცა, ეს არის რომ უნდა იყო გულუხვი და მოწყალე. და ნახეთ რას ეუბნება სოგრატი. ესე იგი თუ კი შენ ეს დავალება თავად მიეცი შენს ქალიშვილს და ახლა მაგის გამო მოიწყინე, მაშინ გამოდის რომ მე შენ განიშნებ რომ შენი აი ეს მოსაზრება არ მჯერა. ანუ ესე იგი მე შენი აი ეს აზრი მიწოდებული თინათინთან რომ გულუხვი უნდა იყო, ეს არ მჯერა, იმიტომ რომ ძუნწი მგონი ხარ. მაგრამ სინამდვილეში ეს სხვების გასაგონადაა ნათქვამი, მაგრამ სინამდვილეში სოგრატი როსტევანს ეუბნება რომ თუ მე შენს
ესე იგი, ნახეთ როგორ არის შეთანხმება აი ამ ორ პერსონას შორის. თუ მე შენი ეს საქციელი გავაკრიტიკე სხვების დასანახად, ესე იგი, მე სინამდვილეში შენს სხვა საქციელს ვაკრიტიკებ, რომელსაც შენ უნდა მიხვდე. და თუ კი ტყუილში დაგდებ რალი, რაღაცა ისეთის თქმაში დაგდებ რალი და გადაწყვეტილებაში, რაც არ მჯერა, ესე იგი, რა უნდა იყოს ეს? რა გადაწყვეტილება ვიცით ჩვენ როსტევანისა კიდევ ერთი გადაწყვეტილება, ეს არის ქალის გამეფება, ხო? აი ეს ფილოსოფია, ლეკვილომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია. ესე იგი, სოკრატე მას მიანიშნებს, რომ აი აქ მეფეო პრობლემაა. და რას ნიშნავს აქ მეფეო პრობლემაა? ეს ნიშნავს იმას, რომ სოკრატე როსტევანს ანიშნებს, რომ მხოლოდ თინათინის ხელში არაბეთის სამეფოს დატოვება არ ვარგა და პრობლემაა. ესე იგი, როგორც გამოდის, ხო, სოკრატე მიუხვდა როსტევანს, რა არის მისი დაღრეჯის მთავარი მიზეზი. გესმით? აი, სოკრატე ანიშნებს მეფეს, რომ მე მივხვდი შენი გონების სადარდებელი რაც არის და აი განიშნებ. ესე იგი, მეც თითქოს კვერს გიკრავ. მეც გიდასტურებ, რომ შენი მთავარი მრჩეველი, რომ აი აქ ჩვენ ახლა საფიქრალი გვაქვს კიდევ, რომ გასაგებია, რომ თინათინი დავსვით სამეფო ტახტზე და თინათინის გონიერება წარმართავს არაბეთის სამეფო ტახტს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვჭირდება კაცი, ღირსეული კაცი თინათინის გვერდით, რომელსაც ჩავაბარებთ ჩვენ ქვეყნის ძალაუფლებას. როსტევანიც თითქოს სხვების დასანახად, აი, როცა პასუხობს სოკრატეს, ეს სხვების დასანახად თითქოს პასუხობს სოკრატის რეალურ ბრალდებაზე, რომ ძუნწი ხარო და ამბობს როსტევანი, რომ არაო, მე ძუნწი კაცი არა ვარო და სულელიაო, ვინც ჩემი სიძუნწე დაიჯერაო, მაგრამ მეო იმიტომ მოვიწყინო და აი აქ ეთანხმება, ესე იგი რა, მის რეალურ მინიშნებაზე ეთანხმება, რომ ნახეთ როსტევანი რას ამბობს, რომ სადამდეც ჩემი სამეფო წვდებაო, ამბობს როსტევანი. მეო ვერ ვიპოვე კაციო, რომელსაც ექნებოდა სამამაცო ზნე. ახლა ჩვენ უნდა განვარტოთ რა არის სამამაცო ზნე. შუა საუკუნეების ქართული ტერმინოლოგიის მიხედვით, სიტყვათ შეთანხმება სამამაცო ზნე არის იმ, ასე ვთქვათ, ქცევათა და უნართა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის, რომელმაც სახელმწიფო უნდა ჩაიბაროს. უპირველესად, რასაკვირველია, ეს არის ომის ხელოვნება და მეომრობა და სიმამაცე, მაგრამ ამავდროულად აქ არის გონიერებაც, რასაკვირველია და სტრატეგია, სამხედრო სტრატეგია მნიშვნელოვანი. როგორც კი ამას ამბობს როსტევანი, ეს ჩვენ შეგვიძლია ესეთ კონტექსტში ჩავსვათ, რომ ამას როსტევანი ამბობს და ეუბნება სოკრატეს იქ, სადაც მათ გვერდით დგას ავთანდილი. ანუ თითქოს ავთანდილი აქ შემთხვევითი ფიგურა არ არის. თითქოს ეს არის რაღაც სპეციალურად გათამაშებული დიალოგი იმისათვის, თუ რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ავთანდილი. ესე იგი, გამოავლენს თუ არა ავთანდილი პრეტენზიას იმაზე, რომ ეს არის სამამაცო ზნის მქონე კაცი, იმიტომ რომ ავთანდილი ნამდვილად არის სამამაცო ზნის კაცი. მართალია ავთანდილს გვარი და სისხლი არ უწყობს ხელს იმისათვის, რომ იგი არაბეთის მეფე გახდეს და არაბეთის სამეფო ჩაიბაროს, მაგრამ მისი შინაგანი თვისებები და მისი პიროვნება ნამდვილად იმსახურებს, ესე იგი, არაბეთის მეფობას, რადგან ის საუკეთესოა არაბეთში და ახლა ეს უნდა დამტკიცდეს. როგორც კი ავთანდილი ამას გაიგონებს, ეს თითქოს ავთანდილიც ხვდება, რომ ეს არის მისთვის მიცემული შესაძლებლობა, შანსი როგორმე გადაილახოს ის პრობლემა, რასაც ეწოდება ის, რომ ავთანდილი და თინათინი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები გახლავან. აქ რუსთაველი გარკვეულწილად ჩვენ შეიძლება გვთავაზობდეს იმ ფილოსოფიას, რომ ესე იგი, ხომ არსებობს არისტოკრატია, ხო, მმართველობის ფორმა არისტოკრატია, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ სამეფო ძალაუფლება გადაეცემა ტრადიციით მამიდან შვილს ან ძმიდან ძმას, ესე იგი, სამეფო სისხლისა და გვარის ადამიანს, მაგრამ როგორც ჩანს, რუსთაველი არ არის მაინდა-მაინც მწყრალად იმ მოსაზრებასთან, რომ არსებობს მერიტოკრატიაც. მერიტოკრატია ეს არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც სამეფო ძალაუფლება ეძლევა არა იმას, ვისაც
ეკუთვნის, არამედ სამეფო ძალაუფლება ეძლევა იმას, ვინც დაიმსახურებს იმ მომენტში ძალაუფლებას. ანუ ვინც საუკეთესოა იმ ქვეყნის სამართავად, რომელშიც ხდება მოქმედება. და როგორც კი ავთანდილი ამას გაიგონებს, ამ შესაძლებლობას თითქოს ხელიდან არ უშვებს და იმ წუთში ჩაეჭიდება და ეუბნება მეფეს, რომ ნუ მიწყენთ მეფეო, მაგრამ აი მე ვარ სწორედ ის კაცი, რომელიც აი ამ სამამაცო ზნეს ფლობს და ესე იგი ამას როსტევანი რა კონტექსტში ამბობს, რომ თითქოს ჩემი მსგავსი, თუნდაც ჩემი თანატოლი აი ამ სამამაცო ზნის ამბავში ეგეთიც კი არავინ არ არისო და ავთანდილი აი აქ იმაშვება, რა ქვია, ტოლს არუდებს, ესე იგი არაბეთის მეფეს და ეუბნება, რომ აი მე ვარ ის კაცი, რომელმაც შეიძლება რომ ეგ პრობლემა აღმოფხვრას, რომ აი მე ვარ სამამაცო ზნის მქონე კაცი. რახან ამას აცხადებს ავთანდილი, ახლა ეს უნდა შემოწმდეს, რა თქმა უნდა, მართლაც არის თუ არა ასე და მე დარწმუნებული ვარ ახლა, რომ როსტევანმა რასაკვირველია იცის, რომ ეს ასეა, რადგან ავთანდილი როსტევანის გაზრდილია, ამბობს კიდევაც როსტევანი იქ, რომ ავთანდილიო ცოტათი მსგავსო, იმიტომ რომ ისიც ჩემი ნაზარდობიდან გამომდინარეო, რომ მე გავზარდეო და მაგიტო ცოტათი მსგავსო, ესე იგი ესეც რაღაცნაირად იცით როგორ არის სწორად გამიგეთ, რასაც ვიტყვი, ესე იგი თითქოს აქეზებენ ავთანდილს იმისათვის, რომ ავთანდილმა იმისათვის, რომ მათ ესე იგი მიხვდნენ მართლა უნდა თუ არა ავთანდილი და არის თუ არა ავთანდილი მზად არაბეთის მეფობისათვის იბრძოლოს. ახლა უყურეთ როგორი ამბავია. რადგან ეს უნდა შემოწმდეს, სად შეიძლება შემოწმდეს სამამაცო ზნე იმ ქვეყანაში, სადაც ომი არ არის. ახლა ომს ხომ არ ატეხავენ იმის გულისათვის, რომ შეამოწმონ ავთანდილის სამამაცო ზნე და ამიტომ ომის ინტერპრეტაცია ეს არის ნადირობა. და სწორედ ნადირობაში გაჯიბრებას შესთავაზებს ავთანდილი როსტევან მეფეს და ისიც სიხარულით დათანხმდება. ახლა რასაკვირველია, უყურეთ როგორი ამბავი არის. თუ როსტევანს არ უნდა რომ დამტკიცდეს, რომ ავთანდილი არის მასზე ძლიერი სამამაცო ზნის, მაშინ არც დათანხმდებოდა ამაზე, მოიფიქრებდა რაღაცას და როგორმე აუვლიდა გვერდს ავთანდილის ამ შეთავაზებას და ავთანდილიც ხვდება, რომ როსტევანი ამისთვის მზად არის, იმიტომ რომ სხვანაირად ამის გაბედვა, რომ მეფე შეჯიბრში გამოიწვიო, ალბათ ძალიან რთული იქნებოდა. და რასაკვირველია, თანხმდება როსტევანი ავთანდილს აი ამ შეჯიბრში მონაწილეობაზე და მეორე დილით, როცა დაინიშნება ნადირობა, აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, როგორი ფორმით წარსდგება ავთანდილი სანადიროდ წასასვლელად. ავთანდილს ყელზე უკეთია ოქროსფერი რიდე, ხოლო ტანს შემოსილი არის ძოწისფერი ტანსაცმლით. ცალ-ცალკე ორივე ფერი შუა საუკუნეების სამეფო კარზე, არა მარტო საქართველოს შუა საუკუნეების სამეფო კარზე, თითქმის ყველგან არის სამეფო ფერები. და ერთად ხომ საერთოდ. რატომ მოვიდა ასეთი ფორმით ავთანდილი სანადიროდ, ან რატომ გაუსვა ხაზი რუსთაველმა ავთანდილის ამ ჩაცმულობას მაინც და მაინც ასეთი ფერებით. იმიტომ რომ ავთანდილი სწორედ აი ამ გზაზე დგება ახლა. ავთანდილი სწორედ თვითონვე ხვდება, რომ ეს არის გზა მისი მეფობისაკენ. და ეს არის თითქოს გაცხადება და თითქოს მანიფესტაცია იმისა, რომ ავთანდილი ამისთვის ემზადება. სანადიროდ წავლენ და ნახავთ ხო, რომ ავთანდილი როსტევანს დაამარცხებს და დაამარცხებს არა უბრალო ანგარიშით, არამედ დაამარცხებს პირწმინდად, იმიტომ რომ ერთი არის რომ რაოდენობაში მოუგო, მაგრამ მარტო რაოდენობა არაა მნიშვნელოვანი, ხარისხიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესე იგი მხლებლები ამბობენ, რომ როსტევანის ნასროლი ისრებიო, ბევრი გვინახავს მიწაში ჩარჭობილიო, ხოლო ავთანდილმა რაც ისროლაო, ყველა მიზანში მოარტყა, ანუ ყველა იმსხვერპლა ცხოველი, ასე ვთქვათ და ნადირია რა. ხო და ესე იგი ანუ აჯობა რაოდენობაშიც, რა თქმა უნდა, და აჯობა ხარისხშიც. როსტევანს ნადირობა დამთავრდა და როსტევანი ძალიან გახარებული ჩანს, რასაკვირველია. ახლა რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მეორეული ინტერპრეტაციაც გავაკეთოთ არაბეთის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებისა იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ვთქვათ ჩვენ, რომ
შეიძლება როსტევანს საერთოდაც არ უნდა არასამეფო გვარისა და სისხლის კაცი თინათინის ქმრად და შეიძლება დაუშვათ წავიდეთ გარკვეულ კონსპირაციის თეორიებში და ესეც დასაშვებია, როდესაც ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ და მე გეტყვით და გითხარით კიდევაც რომ ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით ყველაფერი საინტერესო, ყველა ინტერპრეტაცია უნდა იქნეს განხილული თუ ის რა თქმა უნდა რაღაც ძალიან აბსურდულს არ ამტკიცებს, მაგალითად შეგვიძლია ესეთი ინტერპრეტაციაც გავაკეთოთ, რომ საერთოდაც არ უნდა როსტევანს ავთანდილის გამეფება, ავთანდილისთვის თინათინის მithოვება და საერთოდაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაც ავთანდილის 3 წელი საძებნელად გაშვება. საერთოდ ესე ჩავთვალოთ, რომ როსტევანის აზრი ხომ არ არის, რომ თავიდან მოიშოროს. არსებობს სხვათა შორის ასეთი ინტერპრეტაციებიც და ინტერპრეტაციას ყოველთვის აქვს არსებობის შესაძლებლობა. მაგრამ მე პირადად უფრო ლოგიკური მეჩვენება, რომ არაბეთის მეფე სწორედაც რომ მოხარულია, იმითი რომ მან ნამდვილად იპოვა და ალბათ ისედაც მას აზრში ქონდა რომ ავთანდილი შეიძლება და ყოფილიყო ღირსეული, მაგრამ ახლა სხვების დასანახადაც, იმიტომ რომ ახლა არასამეფო გვარის კაცის გამეფების გზაზე შედგომა სჭირდება ლეგიტიმაცია, ესე იგი ამ სამეფო კარისა და ფეოდალებისაგან და ამიტომ ახლა როსტევანმა სხვებსაც დაანახა თუ რამხელა სამამაცოზნის კაცია ავთანდილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა რუსთაველს ჩემი ქება არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით თუ რამხელა გენიოსი არის და როგორ იდეალურად შეუძლია სიუჟეტი მართოს, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად ხდება ხოლმე ჩემოკარგება, როდესაც ავტორს შეიძლება რაღაცა დეტალი გამორჩეს, აი დაავიწყდეს რაღაცა დეტალი, მით უმეტეს დიდ ეპიკურ ნაწარმოებებში ხშირად არის ხოლმე, რომ მაგალითად ვიღაცა მეორეული და მესამეული ხარისხოვანი პერსონაჟი რო გარდაიცვალა, მერე სადღაც ერთი 100 გვერდის მერე შეიძლება რაღაცნაირად ცოცხალი გამოვიდეს ისევე. და ეს ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანია ავტორი რასაკვირველია და მას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, ხო? მაგრამ რუსთაველის გენიალურობა არის სწორედ იმაში, რომ მას არც ერთი დეტალი არ ავიწყდება და ყველა დეტალი იდეალურად ახსოვს, იმიტომ რომ აი ხო დასაწყისში როსტევანის ეს სიტყვები, რომ სამამაცო ზნის მქონე ადამიანი არ გამოჩნდაო. ახლა უყურეთ როგორ არის საქმე. აი ეგ ნადირობა ხომ თავდება რა. აი მოდით ახლა ასეთი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ ჩვენ ვეფხისტყაოსნისა, რომ მაგალითად აი ამ ნადირობის შემდგომ ნადირობისგან დაღლილი როსტევანი და ავთანდილი ჩამოსხდნენ ხის ძირში და დავუშვათ, რომ მათ აღარავინ აღარ შეხვდათ, არ უნახავთ მაგალითად ტარიელი, არ უნახავთ უცხომოყმე და აი ეს ასე ვთქვათ, ეს კონფლიქტი და პრობლემა არ წარმოიქმნა ნაწარმოებში, რომელიც მერე რასაკვირველია მთელი ვეფხისტყაოსნის აზრია, ხო? რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ავთანდილი და ტარიელი თავის მხლებლებთან ერთად წყნარად და მშვიდად დაბრუნდებოდნენ, ესე იგი, სასახლეში და აქ გამოაცხადებდა როსტევანი ეტყოდა ავთანდილს, რომ აი შენ ნამდვილად გქონია სამამაცო ზნე და შენ მოიგე ამ სანაძლეოში და დანარჩენებსაც გამოუცხადებდა, რომ აი ეს არის ჩვენი ღირსეული მემკვიდრე და იქორწინებდნენ ავთანდილი და თინათინი და იქნებოდა ჭიდი იქალ ხინი აქა, მაგრამ ეს ასეთი ამბავი თუ იქნებოდა, ეს იქნებოდა უბრალოდ ამბავი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიმსახურა სამეფო ძალაუფლებამ კარგმა რაინდმა ავთანდილმა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს აქ არ უნდა გაწყდეს. ამიტომ აი აქ რუსტევანს არ ეძლევა შესაძლებლობა ავთანდილს უთხრას, რომ მან ავთანდილმა თავისი სამამაცო ზნე დაამტკიცა. ამიტომ აქედან იწყება პრობლემა. ამის შემდგომ როსტევანი ჩავარდება განსაცდელში, იმიტომ რომ ნახავს უცხომოყმეს და ამის შემდგომ რასაკვირველია ავთანდილი მიდის ამის საძებნელად, ჯერ 3 წლით, მერე როცა მობრუნდება ისე უკან წავა და აი აქ თითქოს ადგილი და დრო არ არის იმისათვის, რომ როსტევანმა საბოლოოდ ავთანდილს დაუფასოს მისი სამამაცო ზნე, მაგრამ არც ამის გარეშე არ ჩაივლის ვეფხისტყაოსანი, იმიტომ რომ როდესაც საბოლოოდ ქაჯეთის ციხეში გამარჯვებული ავთანდილი და ტარიელი, რომლებიც დაამარცხებენ, ასე ვთქვათ,
ბოროტებას ქაჯეთის ციხის სახით, როდესაც ეს ორი ადამიანი ბრუნდება არაბეთში, იქ რუსთაველი ამას წამოწევს წინ და როდესაც ტარიელი როსტევანის თანდასწრებით აქებს ავთანდილს და ამბობს, რომ ეს ასეთი შესანიშნავი პიროვნება ავთანდილი და აქებს ავთანდილის პიროვნებას, ავთანდილი იქ დგას თავდახრილი. და როსტევანი იქ გაიხსენებს და ეტყვის, რომ შენ სამამაცო ზნე გამოგჩენიაო. ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ აქ როსტევანი საბოლოოდ აღასრულებს იმ 4 თუ რამდენი წლის წინ დაწყებულ ამბავს იმასთან დაკავშირებით, რომ ავთანდილმა უნდა დაამტკიცოს თავისი სამამაცო ზნე. ასეთი გახლავთ არაბეთის ამბავი. ასეთი გახლავთ არაბეთის ისტორია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუა საუკუნეების საქართველოს თამარ მეფის, საქართველოს ერთ სახეს, წყობრ სახეს, რომელიც არის ფილოსოფიურად ძალიან მოწესრიგებული სამეფო და მე გითხარით თქვენ, რომ ასეთ მდგომარეობაში ის გავს ოქროს ხანის საქართველოს, ესე იგი დავით აღმაშენებლის საქართველოს. თითქოს როგორი რაღაცა არის, იცით, რომ თითქოს რუსთაველი ხვდება, რომ ვეფხისტყაოსნის დაწერა მხოლოდ იმ საქართველოში იყო შესაძლებელი, როგორც საქართველოს დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე შეიქმნა. თითქოს ეს საქართველო არის მიზეზი ვეფხისტყაოსნის შექმნისა და სხვა საქართველოში წინარე ისტორიაში და მე რაც მოსდევს საქართველოს ისტორია, ხო, მონღოლები და მე იქიდან მოყოლებული სულ რთული ისტორია გვაქვს ჩვენ, რა. თითქოს ეს შუალედი, ეს შესაძლებლობა, ეს ფანჯარა არის მიზეზი ვეფხისტყაოსნის შექმნისა, რადგან ვეფხისტყაოსნის რანგის ნაწარმოებები იწერება მხოლოდ ასეთი განვითარების შესაძლებლობის დროს. და თითქოს როგორი რაღაცა არის ნაჩვენები, იცით, რომ ეს არის ის საქართველო, რომელიც სასურველია რომ არსებობდეს. ხოლო ინდოეთის საქართველო არის მეორე საქართველო, რომელიც შეიძლება გვაჩვენებდეს საქართველოში მცხოვრები სხვა ნაწილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დემნაუფლისწული დაიჩაგრა, რომ რაღაც უსამართლობა მოხდა, რომ იქ აჯანყებები მოხდა და ავთანდილის საქართველო, არაბეთი არის ის საქართველო, რომელმაც უნდა უშველოს და რომელმაც უნდა გამოიხსნას, ასე ვთქვათ, ინდოეთი იმ მატერიალიზმისგან, ძალაუფლებაზე ორიენტირებულობისგან, რომელიც პრინციპში ფარსადანის ინდოეთი რის სახესაც ატარებს და თითქოს ფარსადანის ინდოეთი უნდა დაემსგავსოს როსტევანისა და ავთანდილის არაბეთს. ასეთია ჩვენი არაბეთის ისტორია, რომელიც რასაკვირველია წარმოადგენს იმ საქართველოს ამბავს, რომელიც საქართველოს გვაქვს ჩვენ მე-12-13 საუკუნეებში.